დილამშვიდობისა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 5 ივნისია, ვიწყებთ თქვენთვის მაუწყებლობას, ყოველ ბედნიერ მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ, თუ იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები და რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, ამ ყოველს მოგახსენებთ საეკლესიო კალენდრის შემდეგ. 5 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს დამიანეს, მეფე ყოფილ დემეტრეს, შენ ხარ ვენახის მთქმელს, წმინდა მოციქულთა სწორებს, მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, წმინდა იოანე პირველს, მცხეთისა და სრულიად ივერიის მთავარ ეპისკოპოსს, ღირს მიქაელ აღმსარებელს, სვინადელ ეპისკოპოსს, ღირსმოწამე მიქაელ საბაწმინდელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენებას და როგორც სოფო მოგახსენეთ, ახლა უნდა გაგაცნოთ საეკლესიო კალენდრის შემდგომ ტრადიციულად ანონსი გადაცემის სტუმრები. დღეს პარასკევია და ტრადიციულად ვისაუბრებთ საკვირაო სახარებაზე და ჩვენს ეთერში განმარტავს საკვირაო სახარებას დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ხანთაძე. რუსთაველის ეროვნულ თეატრში 12 ივნის ფესტივალი თაობიდან თაობამდე გაიმართება. პროექტი ართიანებს ადამიანების საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელთა ისტორიებიც აქამდე თითქმის უცნობი იყო. რატომ არის ეს თემა დღეს ასე მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის შესახებ უფრო მეც რა თქმა უნდა ჩვენი სტუმრებისგან შევიტყობთ. შემოგვერთდებიან პროექტის თაობიდან თაობამდე დამფუძნებელი ნატო დავითულიანი და ფესტივალის მონაწილე ლუკა საფხარაძე. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის, მცირე პროზის დიდოსტატის რევაზი ნანიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა კავშირმა ღონისძიება და ახალი ალბომის წარდგინება გამართა. შეხვედრას ჩვენი გადმოღებით ჯგუფი ესწრებოდა და ვნახავთ ცლად სიუჟეტს ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი გადაცემის დასკვნით ნაწილში, როგორ მოქმედებს ბავშვობის ტრამვები ზრდასრულ ასაკში და როგორ გავთავისუფლდეთ ამ ემოციებისგან. თემაზე სასაუბრო გადაცემის დასკვნით ნაწილში, როგორც მოგახსენეთ, შემოგვერთდება ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე. ახლა კი ამოდის პროგნოზის დროა ჩვენს ეთერში, დაგიბრუნდებით მოზღვართან ერთად დაგველოდეთ.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეგანოზი გიორგი ხანთაძე, დილამშვიდობის მამა გიორგი, მადლობა სტუმრობისათვის. მადლობა მოწვევისათვის. ჩვენ თქვით რომ პარასკევს ტრადიციულად ჩვენ საუბრობთ სახარების იმუხლებზე, სახარებაზე, რომელიც კვირას იკითხება ღვთისმსახურებაზე. თუმცა მანამდე გვინდა რამდენიმე სიტყვით შევახოთ დღეს გამორჩეული ქართველი წმინდანების სცენება. მათ შორის მირიან მეფე დედოფალი ნანას და წელს ჩვენ აღნიშნავთ, ჩვენი ეკლესია აღნიშნავს სწორედ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს, რომელიც სწორედ უკავშირდება მეფე მირიანს და ასევე არის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანის, ხო, მეფე დემეტრეს სცენება, შენ ხარ ვენახის ავტორი, ხა? ცხადია გვინდა შევახოთ მათ ხვაც და შემდგომ უკვე გავიგოთ თუ რომელი სახარება წაიკითხება კვირას წირვაზე. შემთხვევითი არ არის დღეს რომ არის დაწესებული ამ დიდი მეფისა და დედოფლის ხსენება და ზოგ მეფეებისა და დედოფლის ხსენება პირველი ქრისტიანი მეფისა და დედოფლის ფაქტობრივად თანადროული არის აიც რაც ხდება რომის იმპერიაში პირველი იმპერატორი არის ქრისტიანი საქართველოშიც იმავე დროს უკვე პირველი მეფე არის ქრისტიანი და პირველი დედოფალი ნუ რა თქმა უნდა ჯერ ნანა გაქრისტიან და მოგეხსენება წმინდა ინოს ცხოვრება ალბათ ყველა საუკითხავს ვრცელი რედაქცია თუ არა მოკლე მაინც მოქცევა ქართლისა ეს ძირითადი წყარო წარმოადგენს ამ ისტორიის აღწერას ძირითადი წყარო მოქცევა ქართლისა თუმცა არაერთი ქართული წყაროებიც მიუთითებენ აი ამ ისტორიაზე რადგან გაჩნდა გარკვეული ეჭვები და მაშინ ეს პოპულარული იყო კომუნისტების დროს ამ საკითხებთან დაკავშირებით და ზოგმა ლეგენდას კი უწოდა არაერთი ქართული წყარო მიუთითებს აი ამ საკითხზე იმავე სიმეორ რასაც მოქცევა ქართლში კიდევ უფრო მეტსაც აი მაგალითად რუფინუსი სომხური წყაროების და სხვადასხვა რაც ამთან ეს წყაროები თანადროულია წმინდა ინოს ცხოვრების ფაქტობრივად თანადროული წყაროები და არა მერე დაწერილი ასევე მისი ცხოვრებაც წმინდა ინოს ცხოვრებაც ხელნაწერის სახით ეს ბუნებრივიც არის ყველაზე უძველესი რედაქციები დღეს შეიძლება ხელნაწერები უნდა მოგვიანო პერიოდის არ თვითონ ტექსტები მაგრამ მასში ჩანს აი გარკვეული პლასტები ხელნაწერები ფილოლოგიური თვალსაზრისით აშკარად მე-4 საუკუნეშია დაწერილი თვითმხილველთა აი სალომე უჯარმელის აბიათარის და სხვა პირდაპირ ის მათ მიერ არის ჩაწერილი ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა თანამოღვაწეობდა აქედან ძალიან მნიშვნელოვანი წყაროს წარმოადგენს ეს და ხშირად ითქმებოდა ხოლმე ესე ვთქვათ ესე კრიტიკულად განწყობილი პირების მიერ რომ აი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის აღიარება ჩვენ უწმინდეს პატრიარქი ილია მეორის დიდი მოღვაწეობის შედეგი არის და მას წლები დაჭირდა ათეულობით წლები რომ დაემტკიცებინა ისტორიული მტკიცებულები მოეპოვებინა რომ დაემტკიცებინა სხვა ასე ვთქვათ სოფლის საპატრიარქოსათვის რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ავტოკეფალური ეკლესია და ზოგიერთი ეს აკრიტიკებდა რომ სად არის დოკუმენტი არ არსებობს ესეთი დოკუმენტები არც ერთ ეკლესიას არ აქვს იმ პერიოდში იმიტომ რომ იმ პერიოდის დოკუმენტები წარმოადგენს მაშინდელ წყაროებს მეფის არჩევას იქ თუ არის მოხსენებული მოქცევა ქართლისაში და სხვა წყაროებში რომ მეფე მაგირჩია გახდა ქრისტიანი და ყველა მოინათლა როგორც ამას კორნელი კეკელიძე მეუთითებს დაახლოებით ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით 1317 წელს ხდება ესე იგი იღებს ქრისტიანობას მეფე და დედოფალი და 66 წელს უკვე მას კორნელი კეკელიძე მოთეს ეს წლები ხო ჭირდება რომ მთელი ერი გაქრისტიანდეს და ამიტომ ჩვენ ყველაზე აქეთ უკან ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს 67-ს მაგრამ ყველაზე ეს მიღებული თარიღია 66 წელი ამიტომ ზუსტად 1700 წელი გავიდა დღეს ამ თარიღიდან და ჩვენ ამაშიც როგორი ისეთი თავდაბლობა გამოვიჩინეთ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა რომ აი მაგალითად სომხურ ეკლესიამ ყველაზე უადრესი თარიღი იყო და 301 წელს ამბობენ საკუთარ გაქრისტიანებას ჩვენ შეგვეძლო მაგალითად წმინდა ინოს შემოსვლის თარიღი დაგვესახელებინა მაგალითად 310-311 წელი მაგრამ მოუწიათ ყველა როცა უკვე ერი გაქრისტიან და მოინათლა ყველა ეკლესია უნდა აღინიშნოს ერთიც რომ ეკლესია მანამდეც არსებობდა საქართველოში მოგეხსენებათ აი მაგალითად წმინდა გიორგი ათონის ცხოვრებას როცა ვკითხულობთ წმინდა გიორგი ათონელი მიუთითებს იქ ანტიოქიის პატრიარქს ეუბნება რომ ჩვენი გაქრისტიანდი პირველ საუკუნეში ანდრია მოციქულის მიერ და სხვა მოციქულების მიერ ამის წყარო თქვენსავე ბიბლიოთეკაში მწიგსასაცავში არისო გამოიტანეთო და გამოიტანეს წაიკითხეს რომ ანდრიას მიმოსვლა ეწოდებოდა ანუ აპოკრიფული ძეგლი იყო და წმინდა გიორგი თაწმინდელი მიიჩნევდა რომ პირველიცაა და ეს რა თქმა უნდა ასე არის ეკლესიაში ამის საქართველოს ეკლესია პირველივე საუკუნიდან არსებობდა მაგრამ არც ერთ ეკლესიაში არ იყო ხელ მათ შორის არც რომის იმპერიაში მეფე და დედოფალი სახელმწიფო არჩევანი ქრისტიანობა და სახელმწიფო რელიგია დღევანდელი თვალსაზრისით სახელმწიფო რელიგია ოდნავ სხვა რამეს გულისხმობს ეგ კონსტიტუციურ ასე ვთქვათ იურიდიულ აღიარებას მაგრამ იმ პერიოდში მეფე რო ქრისტიანი იყო უკვე სახელმწიფო რელიგიას ნიშნავდა ეს ისტორიულად ასე იყო ამიტომ ეს პირველი დიდი წმინდა მეფე და დედოფალი ამავე დროს თქვენ დემეტრე ახსენეთ და ერთი მე დავახსენო როგორი მნიშვნელოვანი არის ის რომ აი ჩვენი დიდი მეფეები მათ შორის დავით აღმაშენებელი ხომ ისი როგორ გამორჩეული იყვნენ არა მხოლოდ ზოგადად განათლებით არამედ საეკლესიო განათლებით უაღრესად ღრმა ღვთისმეტყველების მცოდნე, აი ხა გალობანის სინანულისას ან შენ ხარ ვენახის, ამის ავტორის შინაგანი
ბავშვობიდან იღებდნენ აი ამ სულიერებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანი ჩვენი მეფეები ყოველთვის ეგ გამორჩეული მეფეები ყველა უაღრესად ღრმა ღვთისმეტყველები იყვნენ და არა მხოლოდ დიდი პოლიტიკური მოღვაწეები. სახარებაზე გადავიდეთ, რომელი სახარება იკითხებოდა მოგისმენთ განმარტებაზე. ასე იგი, მომდევნო კვირას იკითხება მათეს სახარებიდან გარკვეული მუხლები ამონარიდი არის, ეს არის, როდესაც მაცხოვარი მიუთითებს მოციქულებს და ქადაგებს, რომ სიყვარულის შესახებ ჯვარი რომ უნდა აიღოთ თქვენ და შემომიდგეს მე და რომელმან უარმყოს მე ეს სიტყვები საკმაოდ მკაცრად ესმით ხოლმე დღევანდელ საზოგადოებაშიც და მოციქულებსაც კი თავიდან ცოტა გაუკვირდათ ეს სიტყვები რომელმან მაღიაროს წინაშე ჩემდამო წინაშე კაცი თულ ქართულად ეს ახალ ქართულ თარგმანში არის ვინც მაღიაროს მე კაცთა წინაშე მეც ვაღიარებ იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა და ვინც უარყოს მეც უარყოფ მას წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. ეხლა ეს თვითონ ეს სიტყვები გავმარტოთ პირველ რიგში მაგალითად გიორგი ათონილ რედაქციაში არის რომელმან აღიაროს ჩემდამო ესეთი თარგმანი არის. ბერძნულში არის ენ ახლა ეს წაკითხოთ ენ იმი ანუ ჩემთან ერთად ჩემ მიერ ეს ჩემ მიერ უფრო სწორი თარგმანი ეს არის მაგრამ შინაარსობრივად თარგმნა მაშინ გიორგი მთაწმინდელმა და ჩემდამო ახალ ქართულში ვინც მაღიაროს უბრალოდ მარტო ეს წერია. შინაარსი აქ მთავარი რომ ჩემ მიერ თვითონ იოანე ოქროპირის განმარტება უკვე განგვიმარტავს რატო წერია ჩემ მიერ ბერძნულში ქართულში უბრალოდ კალკირებული გამოდიოდა და ამიტომ შინაარსი თარგმნა ათონელმა. აღიარებას რომ ღმერთი აღიარო მხოლოდ შენი ნებასურველი არ ყმარა ანუ ღვთის მადლის შეწევნა ჭირდება. ანუ აქ უკვე იოანე ოქროპირი გამარტავს რომ ეს არის ღვთი ადამიანისა და ღმერთის სინერგია. თან მადლის თანაარსება შენ თუ რაიმე სიკეთეს აკეთებ თუნდაც ღმერთის აღიარება ღვთის ქადაგება ღვთის შეწევნით აკეთებას ღვთის მადლით აკეთებ და არა მხოლოდ შენი ძალებით. ამიტომ არის ეს სიტყვები რა თქმა ჩემ მიერ ჩემთან ერთად უნდა აღიაროს ჩემდამო უნდა აღიაროს. მაგრამ როდესაც უარყოფაზე გადადის მაცხოვარი ვინც უარყოს იქ უკვე ღმერთი აღარ მოქმედებს. აი ესე შენი პირადი არჩევანი სადაც ღმერთი აღარ ძალადობს შენზე არ მოქმედებს არ ძალადობს მაგრამ შენ უარს ამბობ ღმერთს. ამ შემთხვევაშიც რომ ვინც უარყოფს ის წარწმუნებული კი არ არის საბოლოოდ მაგრამ ეს იმდენად მძიმე არჩევანია რომ მას სინანული საშუალება აქვს აი როგორც ერთ-ერთი კომენტატორი მიუთითებს ზიგაბრენი რომ ყველას აქვს სიკვდილის ბოლომდე მოინანიოს ამის საშუალება. ანუ ეს არ არის სიტყვები რომელიც ესე ვთქვათ მიუთითებს რომ აღარასდროს აღარ ეშველება ამ ადამიანს ვინც უარყოფს რა თქმა უნდა მას შეუძლია მოიქცეს და მოინანიოს. სარამ შემდეგ მუხლებზე გადავიდოდეთ განმარტოთ ამასთან ძალიან ეთანადება ზოგადად ამ დღის შესახებ აი ამ დღეს ეს არის სულთმოფენობის შემდგომი კვირა პირველი კვირა შემდგომად მეერგასისა ანუ 50-ე დღეს ანუ სულთმოფენობის დღესასწაულისა იხსენიება ეწოდება ყოველთა წმინდათა ასე ყველა წმინდანის ხსენება არის. რატომ დაწესდა ეს? რადგან სულთმოფენობა არის სულიწმინდის მადლის გარდამოსვლა, ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსება, რომელიც სულიწმინდის მადლითაც ყველა წმინდანი, ასე ვთქვათ, გახდა წმინდანი, დაამოწმა ეს ჭეშმარიტება და იღებს მადლს აქედან, ამიტომ ეკლესიამ დააწესა აი ამ სულთმოფენობის შემდეგ მათი ხსენების დღე, ეს უძველეს სვინაქსარებშიც კაი ფაქტია, რომ მე-4 საუკუნედან უკვე ესე აღინიშნება. შეიძლება მანამდეც კი, უბრალოდ უფრო ესე ვთქვათ, მოწესრიგებულ სახეს იღებს მე-4 საუკუნიდან უფრო გვიან პერიოდში. ძველ სვინაქსარებში არის იოანე ოქროპირის ქადაგებები მოხმობილი. ასევე გრიგოლ პალამას აქვს ქადაგება აი ამ დღესთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ყველა აი უკავშირებს სულთმოფენაზე მოხდარ აი ამ სასწაულს, ანუ სულიწმინდის გარდამოსვლას, რომელიც ხილულის სახით გადმოვიდა, ანუ ცეცხლის ენების სახით და ამბობს, რომ ცეცხლის თვისება ისეთია, რომ ის მსუბუქია, მხურვალე და ზემოთ აღიწევა და ამიტომ გადმოვიდა ცეცხლის ენების სახით, გრიგოლ პალამას სიტყვებია, სულიწმინდის მადლი, რომელიც ადამიანში მოქმედებს, ის ადამიანს ზეცისკენ მიაპყრობს მის ყურადღებას, მის სულიერებას, ანუ ღმერთისაკენ, საღვთოსაკენ, ანუ ეს სიმბოლიზდებს ამაში. და აი ყოველთა წმინდათა ყველა წმინდანი ზეცისაგან მიილტვის აი ამ სულიწმინდის მადლით. საინტერესო არის საგულისხმო არის თვითონ სამოციქულოც რომელიც ყოველთვის ეხმიანება ხოლმე სახარებას. ერთ სამოციქულო იკითხება, შემდეგ სახარება წირვაზე. და ამიტომ სამოციქულოს მნიშვნელოვნად 2 სიტყვით ვახსენებთ. ებრაელთა მიმართ ეპისტოლიდან იკითხება მე-11 თავიდან გარკვეული მუხლები, ზოგადად მე-11 თავს ეწოდებენ რწმენის თავს, ესე ეწოდება განმარტებლები. და რატომ წმინდა პავლე მოციქულს მოყავს ყველა ძველი აღთქმის ფაქტობრივად ჩამოთვლის, ყველა სახელს არასახელებს, მაგრამ მინიშნებებს აკეთებს და ყველა ხვდებით ვის გულისხმობს, განმარტებლები იქვე მიუთითებენ. აი მაგალითად ბანაკები აოტეს, მაგალითად იგულისხმება სამსონი და სხვადასხვა ესე ვთქვათ საჯულები. შემდეგ ხითა განიხერხნეს ამბობს მაგალითად ძველი აღთქმის წმინდანი, ხით განიხერხა ისაია წინასწარმეტყველი და სხვა ესე ჩამოდი, მაგალითად დაუყვეს პირილი ლომთანი დანიელ წინასწარმეტყველი იგულისხმება დნობის ხაროში ჩაგდა და სხვადასხვა. თითქმის ყველა წინასწარმეტყველებს მამამთავრებს ჩამოთვლის და ბოლოს ესე სიტყვებს ამბობს, რომ მათი ღირსი სოფელი არ იყო და მათ თავის ცხოვრებაში აღნათქვამი, ანუ აღთქმა უფლისა
სასუფეველი ვერ მიიღეს, ვერც მესია ვერ იხილეს. საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, თუ არ ჩავთვით იოანე ნათლისმცემელს, რომელიც მათ იხილა ქრისტე, საუკუნეები, თუმცა ისიც წინამორბედია, ეკლესიაში ჯოჯოხეთში ჩადის და ამდენი ხნის განმავლობაში ეს დიდი წმინდა ადამიანებიც სასუფეველს ვერ მკვიდრებდნენ. და წარმოიდგინეთ ჩვენ, რომელთვისაც უკვე ეს ყოველივე აღსრულდა, ღმერთი განკაცდა, მოვიდა, გამოგვიხსნა ჯვარსეცვა, აღდგა, ამაღლდა და სულიწმინდის მადლი გადმოვიდა, ჩვენს ეხლაც კი გვიჭირს აი მის აღთქმის ასმულო ღვთის ერთგულება. აი ესეთ დროს, როდესაც ასე თქვათ, მომავალ პერსპექტივაში იცოდნენ, წამდათ წინასწარმეტყველური სახით, რომ უნდა მომხდარიყო ეს სასუფეველში შესრულება, მაგრამ მათ თავის ცხოვრებაში ამას ვერ მიიღებდნენ და როდის მიიღა ასეც არ იცოდნენ, მაგრამ ერთგულება ღვთის მიუხედავად მოწამეობისა, დიდი განსაცდელებისა, ტკივილისა არ დაუტოვებიათ ღვთის ერთგულება. ეს კიდევ ერთხელ გვაძლიერებს ჩვენ რწმენაში, და ამავე დროს აერთიანებს ძველი აღთქმის წმინდანებს და ახალი აღთქმის წმინდანებს ერთად, რადგან ახალი აღთქმის წმინდანები მოციქულებიდან დაწყებული პირველი მოწამეები და ასე შემდეგ აი სულთმოფენობასთანაც კავშირშია, ყველანი სულიწმინდის მადლით მოქმედებენ და ყველა გახდა სულიწმინდის მადლით წმინდანი ერთი სასუფეველის მკვიდრი, ძველი და ახალი აღთქმის წევრები. შემდეგი სიტყვები არის მაცხოვრისა უკვე სახარებას რომ დაუბრუნდეთ. არის ამგვარი, რომ ვინცაც უყვარდეს დედაი, მამაი და დადა შვილებს ჩამო ოჯახის წევრებს ჩამოს ჩემზე მეტად იგი არ არის ჩემთან. ესეც ძალიან მკაცრად ესმით ხოლმე ისე ისმის. კაცრი სიტყვებია თითქოს, მაგრამ რა იგულისხმება? ჩვენ თუ გავიხსენებთ მაგალითად ძველ აღთქმას, იქაც არის მსგავსი სიტყვები, რომ ადამიანი არ უნდა ემორჩილება, უფრო მკაცრი სიტყვებიც არის, ჯულის განკანონებასაც კი მიუთითებდა შვილს, თუ კი ჯულის საწინააღმდეგოს აკეთებდა მისი მშობელი მის წინააღმდეგ. ივანე ოქროპირიც ასე განმარტავს, ჩვენ სიძულვილისგან კი არ მოგვიწოდებს უფალი, პირიქით სიყვარულისგან მოგვიწოდებს, მაგრამ აქ არის უმთავრესი სიყვარული რა არის, ანუ მაგალითად ივანე ოქროპირი ასე ამგვარად განმარტავს, თუ კი მშობელი შვილს მოუწოდებს ესე იგი ღვთის საწინააღმდეგო საქმეებისაკენ, ამ დროს უნდა უმთავრესი აღირჩიოს შვილმა და საღვთო საქმეები უნდა აერჩიოს და ამაში არ უნდა დაემორჩილოს. რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის ცნება არის, რომ ერჩთით, ანუ პატივეცით მამასა თქვენსა და დედას, პატივი უნდა ცეთ, მაგრამ ეს პატივისცემას აღარ გულისხმობს. ამ შემთხვევაში წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, თუ კი ჩვენ ურჯულოებაში დავემორჩილებით, ამ შემთხვევაში ორივეც ჩვენ თავსაც წარწყვეტ და მშობელსაც კი. ამიტომ ეს სიყვარული კი არა, პირიქით მშობლის სიძულვილიც კი გამოდის. ამიტომ ამაში არ უნდა ესე განმარტოს ივანე ოქროპირი და სხვა თეოფილე დიტკნის ყველა ესე თქვა ახალი აღთქმის განმარტებლები. თუმცა აქ ორივე სიტყვა უნდა ვახსენოთ თვითონ სიყვარულის შესახებ როგორ გვიხსნის ჩვენ ზოგადად რა არის სიყვარული. აი ზოგადად ბიბლიაში ბერძნულს აქვს ამის საქართველოში ძირითადად სიყვარულს ხმარობთ ამ ტერმინსად მრავალი შინაარსი აქვს მას, ღრმა შინაარსი აქვს და მრავალ მხრივ შეიძლება გამოვიყვანოთ ეს სიტყვა სხვადასხვა სახის სიყვარული არსებობს. ბერძნულში ტერმინოლოგიითაც განიყოფა ხოლმე, მაგალითად ახალ აღთქმაში ძირითადად გამოიყენებენ აღაპეს და ფილიას ამ ორ ტერმინს სიყვარულთან დაკავშირებაში. ქართულში ორივე შემთხვევაში სიყვარული ითარგმნება. მაგრამ მიუთითებენ განმარტებლები, რომ აგაპე ნიშნავს უფრო მეტად საღვთო სიყვარულს, ანუ გონის მიერ სიყვარულს, ხოლო და ამ შემთხვევაში მახარებელი წერს აღაპეს. აი ლუკა მახარებელთანაც არის ეს მოთხრობილი, იქაც აღაპე წერია. ფილია ნიშნავს უფრო მეტად გრძნობით სიყვარულს. აი მაგალითად ჩვენ რო ჩვენი შვილები გვიყვარს, გრძნობითად გვინდა რომ ჩავეხუტოთ, მოეფეროთ. ამგვარი სიყვარული ადამიანს ბუნებრივად არ გააჩნია, მაგალითად მისი მტრის წინააღმდეგ, აი მაგალითად როცა ომში არის და იბრძვის. მას არ უჩნდება ალბათ სურვილი რომ ჩაეხუტოს ახლა მტერს, მაგრამ შვილის მიმართ როგორ გრძნობაც აქვს. ამ მისი საყვარელი ადამიანის მიმართ როგორც აქვს მტრის მიმართ, მაგრამ მაცხოვრის სხვაგან ბრძანებს რომ მტერიც უნდა გიყვარდეს. აი რა ნიშნავს ეს მტრის სიყვარული? მტრის სიყვარული ნიშნავს უკვე გონის მიერ სიყვარულს. შენ როცა აცნობიერებ, რომ შენ ყველა ადამიანი ღვთისქმნილება არის და მისთვის გინდა სულის ცხონება. მისთვის გინდა უკეთესი, უმჯობესი. რა თქმა უნდა, ომში იბრძვის ადამიანი და თავს იცავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს უსიყვარულობას. ამ შემთხვევაში შეიძლება იცავდეს თავის სამშობლოს და ომში რასაც გასაკეთებელი მას აკეთებდეს, მაგრამ მას გააჩნდეს აი ამგვარი გონისმიერი სიყვარული მტრის მიმართაც კი. მისთვის უნდადეს რომ მაგალითად ურჩევნოდეს ის სული იცხონოს, მაგრამ არ გააჩნდეს სისასტიკე, არ უხაროდეს მოკლა. აი ეს უკვე ნიშნავს სიყვარულს. ნახეთ, სიყვარული ძალიან ღრმა გაგება ჭირდება სახარებისეულ სიტყვებს. დღეს ხშირად ბევრი სვამს ამ კითხვებს, აი რას ნიშნავს ეს მტერი მეყვარდეს არ მისის, იმიტომ არ გვესმის რომ ჩვენ მხოლოდ კითხულობთ ტექსტს და ჩვენ თავს ვენდობით. ამას, როდესაც სახარებას კითხულობს ადამიანი, რა თქმა უნდა, განმარტების გარეშე არ შეიძლება წაიკითხო. განმარტებას წაკითხვა უჭირს ადამიანს, როცა არ აქვს თავდავლობა მორჩილება. აი მოდი აბა მე არ მესმის და იქნება განმარტა ეს ეკლესიამ თავის დროზე 1000 რამდენი საუკუნე გავიდა, რამდენი ეგზეგეტი, ანუ განმარტება არსებობს, რამდენი მამის ქადაგება არსებობს თითოეულ მუხთან დაკავშირებით და შეუძლებელი ეძიო და პასუხი ვერ მოიპოვა. ამავე დროს სულიერებაა საჭირო, როდესაც ჩვენ რაღაცა ღვთის სიტყვას ვერ ვეთანხმებით ბიბლიურს. ერთია რომ არ გვესმის და მეორე რა, იმიტომ არ გვესმის, რომ ჩვენი სულიერება არ ეთანხმება ამას. ანუ სულიერი ცხოვრებაც საჭიროა, ეკლესიური ცხოვრებაც თანადროულად საჭიროა, არა მხოლოდ კითხვა და ფიქრი ამასთან დაკავშირებით.
იქ სხვა აზროვნება სხვანაირ გულით სხვანაირად იხსნება. აი აქ ამ შემთხვევაში ესე გულისხმება. აი ეს ტერმინია მოხმობილი რომ აღაპია მოხმობილი რომ გიყვარდეს, მაგრამ ვისაც ჩემზე მეტად უყვარს არაგრძნობის მიერად არ არის ხო რა თქმა უნდა როცა უკვე დგება საკითხი უკვე ჯულიერი აირჩიო თუ შენ ჯულის საწინამდე ამ შემთხვევაში უნდა აირჩიო რა თქმა უნდა საერთოდ ამავე დროს სხვა წმინდანებიც მიუთითებენ რომ მაგალითად შემდეგში არის ვინც მაცხოვრის სიტყვები ამ სახარების ვინც არ აიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე იგი არ არჩევდა ღირს აქაც ესეთ სიტყვებია რა თქმა უნდა ჯვრის აღება ხა ჯვარი მაშინ მოციქულებს როგორ ესმოდათ მაშინ შეიძლება პირდაპირაც გაეგოთ ეს რას ნიშნავს პირდაპირ ხდებოდა რომ რაღაცა მოწამეობაზე ტანჯვაზე მიუთითებდა ცხოვრებისეულ განსასწრებლებზე მიუთითებდა რადგან აი ჯვრის ტვირთვა მაგალითად მაცხოვრო ჯვარს ტვირთავს გოლგოთისაკენ ეს მხოლოდ მაცხოვარს არ უტვირთავს მანამდეც ჯვარზე ყველას ვისაც აკრავდნენ თავის ჯვარ თვითონ აზიანებს ესეთი წესი იყო დიახ და ამიტომ მოციქულები ხდებიან რომ აი დიდი ტკივილთან და რაღაც სიკვდილთან და კავშირში ეს ვინც არ აიღოს ეს ჯვარს თუმცა შემდგომში რა თქმა უნდა ეს რა თქმა უნდა თავისთავად მოციქულებსაც შემდგომში უკვე ამგვარად ესმით არა მხოლოდ სიკვდილს უკავშირებენ ამას ჯვარცმა არის მაგალითად ასკეტურ ლიტერატურაში და ზოგადად ესე გაიგება რომ ყოველდღიური ჯვარცმა ქრისტიანის ცხოვრება განსასწრებელი იქ ცოდვასთან ბრძოლა ყოველდღიური ჯვარცმა მაგალითად მონაზვნური ცხოვრება იმროც ამბობენ განმარტავენ ასკეტ იმამები რომ მონაზვნური ცხოვრება ყოველდღე ჯვარცმა თუ საკუთარ თავთან საკუთარ ნებებთან ბრძოლა ყოველდღე სიკვდილი და აღდგომა ღვთის რწმენით მომავლის იმედით რაც თავისთავად გადის ასკეზაზე სიტკივილზე განსასწრებლებზე და სხვადასხვა ეს არა მარტო მონაზვნის ცხოვრება ეს ყველა ქრისტიანის ცხოვრება ასეა ხო ჩვენ თავს ვაიძულებთ გარკვეულ საკითხებში მაგალითად სახარებაში სხვაგან წერია მაცხოვრის სიტყვები რომ სასუფეველი იძულების ანუ ჩვენ თავს ხშირად ვაიძულებთ ხო გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არ გვინდა მაგრამ ან მაგალითად ჩვენი ვნებები ჩვენი გული გვეუბნება ერთის გაკეთებას ვიცით რომ ეს ჩვენთვის სასარგებლო არ არის ეს წარმწყმედელი ცოდვაში ჩაგვაგდებს და ამაზე უარს ამბობთ ეს უარის თქმა თავიდან ადვილი არ არის და ამიტომ ქრისტიანის ცხოვრება ერთგვარი ასკეზა ყველა ქრისტიანი ასკეტი არის გარკვეულწილად ვინც მართლა ცხოვრობს ვინც ებრძვის თავის ცოდვებს ვინც აღსარებას ამბობს ყველა ქრისტიანი ასკეტი ეს ქვია ასკეტიკა ეს არის თავისუფლება რეალურად ეს არის საკუთარ თავზე საკუთარ თავზე ბრძოლა და შემდეგ საკუთარ თავზე გამარჯვება საკუთარ თავზე თავისუფლების მოპოვება ფლობა საკუთარი სურვილების და არა მონობა მაგრამ როცა უკვე ემონები ამას და მიყვება ეს თქვენ კარგი შენიშვნა გააკეთეთ დღევანდელ საზოგადოებაში ესეც ხშირად განსამარტია რას ნიშნავს თავისუფლება რადგან თავისუფლება ესმით როგორც რაც მინდა ის ვაკეთო როცა რაც გინდა იმას აკეთებ შევნებებს აყოლები მონახარ ვნებების ივანე ქროპელი უფრო მკაცრად ამბობს ეშმაკის მონახარ იმიტომ რომ ეშმაკი გვარნახობს ამას ამ შემთხვევაში როცა შენ იმას აკეთებ რაც არ გინდა ზოგჯერ ამ შემთხვევაში შენ თავზე იმარჯვენ შენ ხარ თავისუფალი და ჭეშმარიტება განგვათავისუფლებს ჩვენ მე უკვე მადლი შეგვეწევა ჩვენ და აი ბოლოს ადამიანი რაც უფრო მეტად უახლოვდება ღმერთს იწყება აი უკვე ის პროცესი რაც ჩემ დამოაღიაროს სინერგია იწყება ადამიანში ანუ შენინება და სახთონება რომ ერთმანეთს ეთანადება ანუ ეხმიანება ის კი არა რომ მარტო ვიცი რა არის ჭეშმარიტება და ძალით ვაკეთებ ამას არამედ სხვანაირად რო აღარ შეგიძლია ღმერთს ემსგავსების სიყვარულში მადლში იღებ მისგან მადლს სულიწმიდის გან იღებ მადლს და აი ამასაც კავშირშია სულიწმიდის დღესასწაულთან და აკეთებ უკვე იმას მაგალითად სიკეთეს იმიტომ კი არა რომ თავს აიძულებ არამედ იმიტომ რომ სხვანაირად არ შეგიძლია გიყვარს იმიტომ კი არა რომ იცი უნდა გიყვარდეს არამედ იმიტომ რომ მართლა გულიდან მოდის ეს სიყვარული და ასე შემდეგ და ასე რაც უფრო მეტად ემსგავსება ადამიანი განიწმინდება მით თუ უფრო მეტად თავისუფლდება ადამიანი აი მცოდვებისაგან ნებებისაგან და ხდება ჭეშმარიტი თავისუფალი შემდეგი სიტყვები არის მოციქულები ეუბნებიან რომ აი ჩვენ ყოველივე დაუტევეთ და შემოგიდეგეთ ჩვენ ანუ შევასრულოთ ეს ყველა სიტყვები რაც ჩვენ და ჩვენ რას მივიღებთ სანაცვლოდ იმიტომ რომ ეს ძალიან რთულია ხდებიან მოციქულები და ნაცვალგებად რა ყველა ქრისტიანის ალბათ არ არსებობს ადამიანი ვინც აი იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას და მას გარკვეული ეს ნაცვალგების განცდა არ ქონდეს ჩვენ კი ვამბობთ რომ არ უნდა სიკეთე ესე უნდა ვაკეთოთ რომ არ ველოდებოდ მაგრამ ღმერთისგან შეიძლება ადამიანისგან აღარ ველოდებოდ ღმერთისგან მაინც ველოდებით აი ხო არის რომ ადამიანი რაღაც სიკეთეს აკეთებს და აი სასופველში ჩამეწერებას მომავალ ცხოვრებაში დამხვდება. აი მაგალითად ჩემმა შვილმა ხა მე მე კლასში გავეს და მამ კითხა რომ სიკეთეს რო აკეთებო რაღაცა მოწყალება გავეცი და რაღაც უხსნიდი რაღაცას და ანუ ეგ ხომ მე თვალღება არის ანუ შენ ელოდები რომ იქიდან რაღაცა მე სასופველში წინ დაგედე რაღაცა რაღაც სიკეთე არის და სწორედ შენიშნე მეთქი ესე თავიდან ესე ვიწყებთ ესე იწყებს ზოგიერთი და მე რაც უფრო მეტად უახლოვდები ღმერთს მე ხვდები რომ ანუ ეს იმიტომ კი არ აკეთებ რომ მე ღმერთის გარამეს ელოდები ან სასופველს არამედ იმიტომ რომ არ შეგიძლია სხვანაირად უკვე გიყვარს ემსგავსები ღმერთს აი ეს არის უკვე მემსგავსება ღმერთს მაგრამ მოციქულები ამ ეტაპზე ჯერ ამას არ არიან ანუ ელოდებიან ისრაელის დიდებას პოლიტიკურ დიდებასაც ელოდებიან ანუ ჩვენ რას მივიღებთ შე რომ დიდებაში ის იციან რომ მესია იციან რომ განკაცებული ღმერთი ბოლომდე არა მაგრამ იციან რომ ისრაელში უნდა მოხდეს რაღაცა გარკვეული დიდი ცვლილებები როგორც
მოლოდინი იყო ზოგადად ბოლო ქრისტეს მოსვლამდე წინა საუკუნეებში. და მაცხოვრეობნება თქვენ დაждდებით 12 საყდარზე, ესეც სიმბოლური თქმა არის, როგორც განმარტებელი მიუთითებენ, ანუ იმ დიდებაში იქნებიან, საღვთო დიდებაში, ან მეორედ მოსვლის დროს, მეორე ჩობას ესე ამბობს ქრისტე, მეორე ჩობის დროს თქვენ დაждდებით 12 საყდ განსჯად ყოველთა მთელი სოფლის განსაჯელად, რადგან თქვენ ამ ყოველივეს დაითმეთ და უკვე გექნებათ ამის, ასე ვთქვათ, უფლება, რომ თქვენ განსჯაში, ესე იგი, მამხილებელი ყოფთ მთელი სოფლიოს. მაგრამ ეხაც ესეც გადატანეთი ტახტი ამ ქვეყნიურ დიდებაზე კი არ მიუთითებს, არამედ სასופველის დიდებაზე მიუთითებს, რომ მის გვერდით იქნებიან სასופველოში, მის მადლში იქნებიან და ამაზე მიუთითებს. ამას თავიდან რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ აცნობიერებენ მოციქულები და ეს კითხვაც იმიტომ ჩდება, რომ ჩვენ თუ ყველაფერი დაუტევეთ, ეს ყველაფრის დატევნაც როგორც შემდეგში განმარტავენ. სხვადასხვა განმარტებლები მიუთითებს, ყველაფრის დატევა არ გულისხმობს პირდაპირ გაგებით, რომ ჩვენ ყველაფერი დავტოვოთ ოჯახის სახლ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა ჩვენი ნებები დავტოვოთ, ჩვენი სურვილებზე ვთქვათ პირველ რიგში უარი. არა ყველა სურვილზე, არამედ იმ სურვილზე, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთს. ეს ყველაზე რთულია. მაგალითად შეიძლება უფრო ადვილი იყოს რაღაცა ნივთიერის დატოვება, ვიდრე საკუთარ თავის წინააღმდეგ წასვლა, ეს ყველაზე რთულია. აი მოციქულებში ყველაზე რთული ეს იყო, მე ვფიქრობ, რომ ისინი რომ შეუდგნენ ქრისტეს ცხოვრებას, აი მოციქულების სულთმოფენობის შემდგომი ცხოვრება გადმოცემულია საქმე მოციქულთაში და სხვადასხვა აპოკრიფულ ძეგლებში. აი ყველაზე რთული რაც აი ეს პროცესებია, სარამეს მოვიდო და ეს მადლი მოვიდო და მათზე საკუთარ თავზე უარის თქმა და დანარჩენი უკვე შედეგია, აი რასაც ისინი აღასრულებენ იმ სასწაულებს, უფრო დიდ სასწაულებს ვიდრე მაცხოვარი აღასრულებდა, ხო თქვენ ჩემზე დიდ სასწაულებს აღასრულებთ ეუბნება მაცხოვარი და ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რაც მათ დაითმინეს. ყველაზე რთული არის საკუთარ თავზე უარის თქმა, ხშირად სულიერ მოღვაწე ადამიანს, სასულიერო პირს მიბაძვით მოციქულებისა, ყველაზე რთული არის მის ცხოვრებაში, რომ გარკვეულ რაღაცაში შეიძლება წარმატებული ყოფილიყო, ამეებზე უარი თქვას და ხალხის და ღვთის სამსახურში დაიხარჯოს ბოლომდე. ეს ყველაზე რთულია. ცხადია. მე დანარჩენი ამის შედეგია. ხო, ვთქვათ, რომ კვირას არის მარხვის აღება, როგორც უწოდებთ, ვინაიდან ორშაბათს უკვე 8-ში იწყება პეტრე პავლოვის მარხვა, მოციქულების მარხვა, თავთა მოციქულთა მარხვა. შესაბამისად, დღევანდელი პარასკევით ხსნილია და სამზადისი იწყება უკვე მარხვის და ფაქტობრივად. ხა ზოგადად ლიტურგიკული მარხვის კი არა პეტრე პავლოვის მარხვა. ლიტურგიკული საკითხებიც ხო მოგხსენებათ მთელი წლის კალენდარი ისე არის აწყობილი, რომ მთელი წელი ჩვენ ფაქტობრივად საღვთო ისტორიას გვასწავლის ეკლესია და განგვსწავლის და ლიტურგიკული სულთმოფენობის შემდგომი საკითხებიც იწყება საქმე მოციქულთას კითხვა, აი როგორ მოხდა ამაღლება, შემდგომში მოციქულები როგორ ელოდებოდნენ და მე უკვე პეტრე მოციქულის მოღვაწეობა, პავლე მოციქულის მიყვება თანმიმდევრულად ეს და გვახსენებს უკვე ჩვენ აი იმ პროცესში გადავდივართ, ესე იგი ზედროულად გადავდივართ იმ მოვლენებში, რაც აღესრულა, რომ და ვაკავშირებს ჩვენ უკვე შემდგომ მოციქულებრივ ღვაწლთან. აი სულიწმინდის მადლი რომ გადმოვიდა, როგორც მოციქულებზე პირველ ეკლესიაში ჩვენზეც გადმოვიდა, ხო ნათლისღების დროს ჩვენ ზუსტად იგივე მადლს ვიღებთ, რასაც მოციქულები იღებენ და პირველ ნათლიღებულები პირველ საუკუნეში იგივე მადლი გადმოდის ჩვენზე. და ამიტომ ჩვენს მიგვითითებს იმისკენ რომ მოციქულების მსგავსად, როგორც პავლე მოციქულებს მობაზავ ჩემ დაიყავთ, ჩვენს ამისკენ მოგვიწოდებს ერთგვარ შემართებას გვახსენებს ეკლესია და ამიტომ იწყება კავშირშია სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ, ან ერთკვირიანი ხსნილის შემდეგ იწყება უკვე პეტრე პავლოვის მარხვა, რომ გაგვახსენოს რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ, როდესაც სულიწმინდის მადლს მივიღებთ ამის შემდეგ. მაგალითი არის მოციქულების. და საინტერესო ვთქვათ, მამა გიორგი ცხადია ჩვენ ამაზე გვექნება მე საუბარი, ჩვენ ძალიან ცოტა დაგვრჩა ფაქტობრივად წუთი, მაგრამ ვახსენეთ რომ იწყება მარხვა ორშაბათს და ბუნებრივია ამაზე გამოვხილოთ ყურადღებას. ხანდახან არის ხოლმე დიდმარხვიანი მოდუნება ხდება, თითქოს რაღაცა მოდუნების ასპარეზია და მე სხვა მარხვებს ყურადღება არ იქცევა, ზაფხული ასე შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანი ამარხვის დაცვაც ადამიანისთვის, რომელიც ამბობს რომ ეს ეკლესიურად ცდილობს ცხოვროს ეკლესიურად. დიახ, ალბათ ცით რა არის, რაც უფრო გადის წლები ადამიანის ცხოვრებაში პრაქტიკული თვალსაზრისით და პრაქტიკული მაგალითი რომ მოვიყვანოთ და იცავს ამ მარხვას მე და უფრო ხდება რამდენად სასარგებლო ეს მისთვის და მე უფრო არც შეუძლია ამის გარეშე. თავიდან ყველას აქვს ეს რომ აი რა საჭირო, იმიტომ რომ ისტორიულად ყველაზე ძველი დიდი მარხვა არის და ეს უფრო გვიან შემოსული მარხვებია, განსაკუთრებით მონასტრული მარხვები იყო თავიდან და ბევრი გამოთქვამს რომ რა საჭიროა ერში. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზედმეტი ნამდვილად არ არის, რადგან ეკლესიამ ეს დააწესა საუკუნეების განმავლობაში. თუ კი შენ მიყვები ამას და გამოგვარგებს. დიახ, რა თქმა უნდა. რადგან იმდენად საშუალოდ არის ეს მარხვები დაწესებული, ხა ვიღაცა ისეთ ღვაწლშია შეიძლება ბევრად მკაცრ მარხვაზე იყოს, ხო, მონასტრული, ან კერძო ღვაწლი ქონდეს, მაგრამ საყოველთაო მარხვები რაც არის, ფაქტიურად ყველა საშუალო ადამიანზე გათვლიან, ყველა შეუძლია ამის გაკეთება, თორე
დაიწყო ამის გაკეთება და რო გადის დრო 1 წელი, 2 წელი, რამდენიმე წელი უკვე შენ ამ პროცესში ხარ, მე ხვდები ამის შედეგს გრძნობდა, სხვანაირად არ შეუძლია და დიდი მადლობა განიცადოს. გიორგი მოგწადებს. მადლობა. აქვე მიულოცოთ მამა გიორგი ცოტახნი ტყუპები შეგეძინებთ და გილოცავთ ჩვენ ტელევიზიის სახელით. გამრავლებას გისურვებთ თქვენ და მათ ჯანმრთელობას და ბედნიერ სიცოცხლეს. შეგახსენებთ დედუბაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღოლი დეგანოზი გიორგი ხანთაძე გვესაუბრებოდა. 9 საათი შესრულდა, ერთად აღვავლინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის ხოსტუმრებთან ერთად დაგვეულდეთ. იდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთავ და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია ალილუია ალილუია
დიდება შენ და ღმერთო, ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად რუსთაველის ეროვნულ თეატრში 12 ივნისს ფესტივალი თაობიდან თაობამდე გაიმართება. პროექტი აერთიანებს ადამიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთა ისტორიებიც აქამდე თითქმის უცნობი იყო. რატომ არის ეს თემა დღეს ასე მნიშვნელოვანი? ამ ყველაფრის შესახებ უფრო მეტ სტუმრებისგან შევიტყობთ. შემოგვიერთდნენ პროექტის თაობიდან თაობამდე დამფუძნებელი ქალბატონი ნატო დავითულიანი და ფესტივალის მონაწილე ლუკა სამხარაძე. დილამშვიდობის გმადლობთ მობრძანებისთვის. ქალბატონ ნატო, თავდაპირველად რა თქმა უნდა კითხვა ასე დაისმის, როგორ გაჩნდა იდეა ამ ფესტივალის ჩამოყალიბების და თავად სათაურიც ძალიან საინტერესოა, რატომ აირჩიეთ ეს სახელწოდება. მივესალმებ სრულიად საქართველოს. ბევრი საკითხები იყო ისეთი დაგროვდა, რომელმაც მომცა ამისი აუცილებლობა რომ გამეკეთებია, იმიტომ რომ მე მახსოვს პირადად 60-70-იან წლებშიც კი რა სრულდებოდა საუკეთესო სიმღერები, პოეზია იყო ძალიან განვითარებული, მაშინ ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი ორგანიზებებს ატარებდა და სულ მაწუხებდა ეს თახშიც მოხუცებთანაც კავშირი მქონია იმ მხრივ რომ აი რო ყვებიან ძველ რაღაცებს და ფოლკლორს ძალიან პატევს ვცემ და ამიტომ ეს იდეა მომივიდა და ვეცადე რომ რაც შემიძლია უკვე ამ წლებში დადებითი მივცე ახალგაზრდობას და რაღაცა მივიტანო. ხალხო, თქვენ გაიხსენეთ რომ მახსოვს ხდებოდი ბატონი ვახუშტი ახსენეთ. რას ფიქრობთ, აი რას ვკარგავთ დღეს, ან რა საფრთხეა იმის წინაშე რომ შეიძლება რაღაც დავკარგოთ და რამაც განაპირობა რომ თქვენც ან თქვენი კუთხით კიდევ ერთხელ ჩართული ყავი და შეგექმნათ ეს ფესტივალი ეს დღეს ჩვენ საუბრობთ. იცით რა, თითქოს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ეგრე არ არის. ხო, იცით რატომ მეც ზოგადად დავფიქრობდი ამაზე, თითქოს მეც მგონია რომ დღეს არის, მაგრამ ალბათ საფრთხე იმისა რომ იკარგება მეტად არის. შეხედეთ ახლა რაშია საქმე. საუკუნეების მანძილზე ხო ერთი სიმღერა გამოაკეხა სხვათა შორის მესტის რაიონ რომელიც არის ზუსტად ხვდებით რომ დაახლოებით 25 საუკუნის წინანდელია, მაგრამ იმის იქით რომ დინდელია არ ვიცით. თემა თვითონ გვეუბნება რომ მაშინ ქრისტიანობა არ იყო. ანუ სარწმუნოებას ასაც მისდევდნენ იმ პერიოდში ისტორიამ რაც იცის. იმდროინდელი სიმღერაა, მაგრამ ეს სიმღერა იმდენად საინტერესოა. წარმოიდგინე, ახლა მელოდია შეიძლება ისეთი არ იყოს, რაღაცა ჯაზი და საინტერესო დღეს ახალგაზრდებს მოწონს, მაგრამ იქ შინაარსია. როგორ ცხოვრობდნენ იმ თაში. გადმოსცემს ამას. გადმოსცემს ყველაფერს ისტორია, მარტო სიმღერა და მარტო ლექსი არ არის. ლექსი რა თქმა უნდა იმას ამბობს რაც სათქმელია, მაგრამ სიმღერაში ხა წარმოიდგინეთ, როგორი კულტურა აქვს. ის თავისი ცეკვით და სიმღერით მოსულია ჩვენ და ამდენი საუკუნის წინ თუ ქართველები მღეროდნენ 3 ხმაში, 4 ხმაში, თუნდაც 2 ხმაში და დონეზე დღეს მოსულია ოჯახებს მოაქთევს.
ოჯახებს და იცით მაგათ სიმღერების დროს ხელჩაკიდებულები ღერიან. ანუ ერთად ის არის ან ოჯახი, ან სოფელი, აი ან რაღაც ერთი სარწმუნოების ხალხი ალბათ. იმიტომ რომ ხელს არ უშვებენ. დააკვირდით ამას სვანურ სიმღერებს, სულ ხელჩაკიდებულები არიან. ასევე სხვა რეგიონებშიდაც და იცით რა არის, ეს სიმღერა შეიძლება დაუშვათ 12-ში იმღერონ, მაგრამ მერე მაინც წაიშალოს, ვინმე არ გააგრძელოს, მაგრამ ვაპირებ და რომ ჩავწერო ესენი და თვითონ სალოტბარო სკოლებს უნდა ვაჩუქო აუცილებლად, იმიტომ რომ არ უნდა დავკარგოთ ეს. იმდენი განძია ჩვენს ქვეყანაში კულტურის მხრივ, იმდენი მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ჩანს კულტურული ცხოვრება, ძალიან მაღალ დონეზეა, ძალიან ხშირია ეს კონცერტები ყველაფერი, მაგრამ ეს საკითხი კიდე სულ სხვა რამეა. ფოლკლორის ცენტრი ბევრს შრომობს ბოლო წელიწადებში ამისთვის. ძალიან, აი მე შემდგომი საალტვარო სკოლები ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. პირველ რიგში ის არის რომ არ წყდება ნაკადი და ძალიან ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა ერთიანდება ამ საალტვარო სკოლების მეშვეობით. პირველ რიგში მაგ მინდა რომ მოგახსენოთ ჩვენო უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მისი ლოცვა-კურთხევით 50-მდე საალტვარო სკოლა დღეს საქართველოში და სხვათა შორის კიდევ გამრავლდება. მე ისეთი კმაყოფილი ვარ, მონუსხული ვარ ამით, იმიტომ რომ ვიყავი შუახევის საალტვარო სკოლაში. შუახევის საალტვარო სკოლაში ვიყავი და წელიწად ნახევარია ქალბატონი ეთერი დარჩიძე, რომ ამეცადინებს ამ ბავშვებს და გეფიცებთ ყველაფერს ეხლაც მაჟრიელებს. ისე სუფთად, ისე კარგად, ისე გემრიელად მღერიან, რომ პროფესიონალები არიან რა უკვე ესენი და იქ აი ამ თაში წარმოიდგინეთ, იქედან სხვა სოფლიდან ჩამოდიან. და იყრიან თავს იქ კვირაში ერთხელ თუ ორჯერ ზუსტად არ ვიცი ბათუმიდან დადის ქალბატონი ეთერი, იმიტომ რომ იქ ადგილზე არ არის სპეციალისტები. ბავშვებმა უკვე თქვეს რომ ჩვენ პროფესიად ვირჩევთ იმას რომ ეს საქმე გავაგრძელოთ. და ძალიან კმაყოფილი ვარ, არ ვიცი მოკლედ და ასევე სხვაგანაც ახლა მე პირველ რიგში მაღალმთიანებს ვცდილობ ხოლმე რომ ყოველ ღონისძიებაზე აუცილებლად საალტვარო სკოლებს გამოვიყვან, იმიტომ რომ ამათვის გამოსვლა დიდ სცენაზე საზოგადოებაში ძალიან დიდი სტიმულია. იმიტომ რომ თოვლში, წვიმაში, როგორ პერიოდში დადიან, ემზადებიან და სწავლობენ, ეს ნიჭი ხო უნდა გამოამჟღავნო. მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორის ცენტრი ძალიან კარგად მუშაობს, იდეალურად, თორე ასეთ მდგომარეობა დადებითი არ დაგხვდებოდა. ნუ მოკლედ გეგმაში მაქვს ასევე ჩვენი უწმინდესისა უნეტარესის არის მიძღვნილი სიმღერა ქალბატონმა მანანაი მედაძემ შექმნა, ბატონ თემური ყითელაშვილი ასრულებს, არაჩვეულებრივ სიმღერა გამოვიდა და გვინდა მოკლედ გავიხსენოთ ჩვენი. კი ბატონო, ალბათ ამ ფარგლებში იქნებოდა კონკრეტული ადამიანების, მივუწყებული ისტორიების, ხმების, სიმღერების, საკრავების აღმოჩენა თქვენ სვანურზე აღნიშნეთ და ამ კუთხითაც ალბათ მნიშვნელოვანია, რამდენიმე თუ გვეტყვი და ერთ-ერთ აღმოჩენას მე თავად ვკითხავთ შემდგომ გადავალ მასთან. საკრავებზე და ძალიან ზრუნავთ ვიყავთ სხვათა შორის ქუთაისში, მუზეუმში ჯგუფი მარჯანიშვილები ყავდა და ძალიან კარგები არიან პოეზიაში დიახ. და სულ ვეძებთ ისეთ საკრავებს არის ახლა სარაჩი როგორ არა ჩანგია ჭონერია ყველაფერი არის მაგრამ კიდევ ჩანს ისეთი მუზეუმებში საკრავები რომელიც შეიძლება გავაცოცხლოთ და ვნახოთ. ლუკა, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა მოგმართოთ, როგორ ჩაერთეთ ამ პროექტში და რა არის თქვენთვის ამ რა მნიშვნელობის არის ეს ყველაფერი და რას გაძლევთ და ასევე რა თქმა უნდა გავმოხოთ ყურადღება იმაზე, თუ მომავალი თაობისთვის რამდენ მნიშვნელოვანი არის ეს პროექტი. ჩემი პროექტში ჩათვალა საკმაოდ საინტერესო ისტორია, ჯერ კიდევ როცა ამერიკაში ცხოვრობდი, უკვე მგონი 2 წლის წინ, ქალბატონი ნატო შემეხმიანა იქ რომ მსგავს პროექტს აკეთებდა საქართველოში, სადაც ასეთი მრავალკულტურული და ძალიან საინტერესო რეპერტუარი გაქონდა დიდი აუდიტორიის წინ. სამწუხაროდ პირველ წელს, როდესაც ეს კონცერტი ჩატარდა და ეს პროექტი განხორციელდა, მე საქართველოში არ ვიყავი, თუმცა უკვე მეორე წელია, რაც ჩვენ თანამშრომლობთ და ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე ამ პროცესში. ძალიან განვითარდი ისევე როგორც ვოკალურად, ასევე სხვადასხვა პროფესიონალურად, ძალიან კარგი საშუალება მომეცა იმისთვის, რომ მე მუშაობ ძალიან ბევრ პროფესიონალთან და ძალიან კარგი ბევრი მეგობარი შემექმნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი და ანალოგიურად ჩემი აზრით უნდა იყოს ყველა ახალგაზრდისთვის, იმიტომ რომ მართლაც აი შეიძლება ჩვენ თავს კითხვა დავუსვათ, რომ შეიძლება გახდეს თუ არა ტრადიცია ახალი. შეიძლება თუ არა გახდეს ტრადიცია ახალი, ან შეიცვალოს. და ჩემი აზრით პასუხი სწორედ ამაზე და თავიდან თავამდე სწორედ ამიტომ ქვია ამ პროექტს, რომ ჩვენ აქ ვაწყდებით ისევე როგორც უძველეს სიმღერებს, როგორც ქალბატონმა ნატომ აღნიშნა 25 საუკუნის
ასაკის მქონე სიმღერას და ასევე ვაწყდებით თანამედროვე რეპერტუარს, ასევე ახალგაზრდებისგან და ეს კიდევ უფრო საინტერესო ხდის ჩემთვის ამ პროექტს. თქვა ამერიკა ახსენეთ, ამერიკაში რამდენი ხანი ცხოვრობდი და შენ თვითონ აი ბავშვობიდან მოხდა ოჯახიდან მოხდა დაკავშირება სიყვარული ამ საქმის, რადგან ახლა ჩვენ საუბრობთ, როდის გაითავისე, იმიტომ რომ ახალგაზრდა ბიჭი ხარ ამერიკაში წახვედი რაღაცა ახეთ სიცენახე, ყველაფერს გახსნილი გზა და მაინც უცებ შენს ფესტებს და იმ შენი ქვეყნის ტრადიციებთან გაქვს ვიდრე კავშირი ახალგაზრდა ადამიანს, რა ძალიან დიდი სიხარულია. მუსიკა და ასეთ კულტურული განათლება ჩემ ოჯახში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოდის, მამაჩემიც მომღერალია, ჭიათურიდან. მამაჩემიც მომღერალია, მეც პირველივე კლასიდან უკვე ფოლკლორულ სიმღერებზე სიარული დავიწყე და ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრება ამან ძალიან შეცვალა და ასე ვთქვათ, რაღაც ფორმაში ჩააყენა, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილი მუდმივად იყო. ამერიკაში დავასრულე მე-12 კლასი, ერთი აკადემიური წელი გავატარე ეგ სრული სტიპენდიით და აი მუსიკაც კვლავ იქ იყო მეორე სახის აღმოჩენა, რადგან მუსიკალური თეატრი აღმოაჩინა იქ, რაც საქართველოში არ ვიცოდი თუ ქონდა თურმე გვაქვს და ძალიან გამიხარდა ეს ფაქტი. იქ მეტად განვითარებული იყო ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ, მეტად ხელმისაწვდომი აი იქაც ასე ვთქვათ, მაქსიმალურად შევდგი ფეხი ამ იმაზე და ძალიან ბევრ საინტერესო სცენაზე, ძალიან ბევრ საინტერესო როლი ვითამაშე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ აქაც შემიძლია მსგავს სცენაზე გამოვიდე და ჩემთვის საყვარელი საქმე ვაკეთო, სიმღერა. ალბათ ამაზე საინტერესო და სახალისო, ჩემთვის არაფერი არ არის აქ და მთელი ცხოვრება შემიძლია ვაკეთო, ასე თუ ვთქვათ. მარგალიტი აღმოვიჩენია თეატრად. მივიჩენ ნამდვილად და თქვას ახლა ვისთან ერთად მღერის, ანუ ვინ გაუმზადა მაგას ნაწარმოები? ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და ჩემთვის განსაკუთრებით ამაღლებელი ნომერი გვექნება ჩვენს პროექტზე. შემოგთავაზებთ დუეტს სანდრო გიგეჭკორთან ერთად. ანჩელის პოპური. სანდრომაც ამერიკაში აღიმაღლა კვალიფიკაცია. სანდრომაც ასევე და ძალიან აღელვებული ვარ ანჩელასთან დაკავშირებით და ლუკასთან ერთად. ამერიკიდან იცნობს სანდროს თუ აქ გაიცნობს? სანდროს ჭიათურიდან და ფესვები ერთი მასწავლებელი ყავდა პირველ რიგში ფორტეპიანოს, შემდეგ ასე შეისწავლე ბავშვობიდან. კი ბატონო. ჩვენი მშვენება. აი ბიჭია სანდრო ძალიან სიხარულოა. ქავდანატო როგორც თქვა და აღნიშნა ლუკა, შესაძლებელია რომ გარკვეულწილად ტრადიციები თანამედროვე გახდა. სხვა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ყველა თაობისთვის, მომავალი თაობისთვის მისაღები რომ იყოს ეს ყველაფერი და ამ კონცერტის, ამ ღონისძიების მეშვეობით, ამ ფესტივალის მეშვეობით რამდენად არის შესაძლებელი ამ ყველაფრის ფორმირება, ასე ვთქვათ. ისე რომ არ დაიკარგოს ის ტრადიციები და თანამედროვე მისაღები გახდეს მომავალი თაობისთვის. მაგისთვის ზრუნავ მე და იმდენი მასალა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 2-3 კონცერტი უკვე შემიძლია ჩავატარო, ისეთი მოთხოვნადი გახდა და ერთს რო იკითხავ, მე იქ თურმე ვიღაცა ასევე პოეზია გვაქვს ჩართული ჩვენ, ქორეოგრაფია გვაქვს ჩართული და იქ ჩანს ელემენტები ქორეოგრაფიაში რა არ გამოიყენება დღეს და ვიღაცამ კიდე როგორი რა იცის დავუშვათ ილეთი და ასევე პოეზიაში ყავს მოწვეული ბატონი ტარიელ ხარხელაური, ერეკლე საღლიანი და ვახუშტი კოტეტიშვილის დროს მის ღონისძიებაზე ლექსივით წაიკითხა ქალბატონი კლარა არის ქვიშხეთიდან არაჩვეულებრივი და ქუთაისის მარჯანიშვილელები და ასე რომ პოეზიას შეიძლება იცით იმდენად ბევრია მასალა რომ პოეზია გამოვყოთ და ცალკე გავაკეთოთ საინტერესო საღამო პოეზიის. გაბატონო თუ აღმოჩნდა ისეთი რამე თქვენი დაკვირვების პერიოდში რომ რომელიმე ხმა, რომელიმე ტრადიციამ დაკარგვის პირასთან, მივიწყების პირას არის, თუ არის ასეთი? რა თქმა უნდა არის. სამწუხაროდ არის. რა თქმა უნდა არის. ძალიან ბევრი რამ. განსაკუთრებით სულ სვანეთს ვახსენებ, მაგრამ სვანეთს ძალიან დიდი და ძველი კულტურა მოსგავს. აი, ვერსა თვითონ ენაც ურთულესია. და ენა აი ჩვენ ბოდიში დამავიწყდა ესეც მე თქვა რომ ჩვენ პროპაგანდას უწევთ ჩვენი სალაპარაკო ლიტერატურული ენის გარდა სვანურს, მეგრულს და ლაზურს. ყოველ ღონისძიებაზე ვეცდებით, ეხლა მაგალითად მეგრულის სიმღერა ჩამივარდა, იმიტომ რომ ვერ მოდიან რაღაც მიზეზის გამო. ლაზურიც გვაქვს ყოველთვის მეგრული, სვანური სიმღერებიც, მაგრამ აი თქვენ რაც მითხარით რომ იკარგება ყველა მეუნება ფოლკლორისტი რეგიონებში რომ ჩვენ გვაქვს ესეთი სიმღერები რო ჯერ არ გაჟღერებულა ძველი. ანუ შემონახული ოჯახში ან პიროვნებასთან არის გაჩერებული. მაგას დავსდებ ზუსტად აი
სანთლით დაიწყო. ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს და ვეძებ მაგას ზოგი ფშავიდან მირეკავს ზოგი ნუ ძალიან დიდი მასალა არის ძალიან დიდი სრულად ამას ვერ ვაკეთებ აი ნიჭიერ ახალგაზრდებსაც რო ამღერებ და იმასაც არ გამოდის მასე მაგრამ რო არ გავაკეთო ვალდებულებად ვთვლი ჩვენ თვითონ ვფიქრობთ რომ აი იყო პერიოდი რომ თვითონ ახალგაზრდები არ ინტერესდებოდნენ მე ახლა ჩემი დაკვირვებით უყურებ რომ შეიცვალა ეს მიდგომა და უკვე რაღაც პოპულარულიც გახდა ქართული სიმღერა ქართული ცეკვა რას ფიქრობთ თქვენი გამოცდილებით თქვენი ცოდნით თქვენი დაკვირვებით როგორ შეიძლება ახალგაზრდები დავაინტერესოთ დავაკავშიროთ ფოლკლორთან ისე რომ მათთვის ეს იყოს არა მხოლოდ რაღაც წარსული და არა მხოლოდ ნათქვამი რომ ეს არის ჩვენი სიმდიდრე არამედ მათთვის საინტერესო იყოს დიახ აი პირველ რიგში გეტყვით იმით რომ სალოტყორო სკოლებმა უკვე ძალიან დიდი საქმეა და მე ისეთი კმაყოფილი ბავშვები და ისეთები ვნახე რომ ანთებულები ხო აი ეს შიშიც მქონდა რომ არა ნამდვილად და სცენა გამოჩენა ბავშვებს ძალიან უყვართ. იმიტომ რომ უკვე ფიქრობენ რომ მე ხომ არ გავაგრძელო ეს საქმე და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მე მაგალითად ვეძებ ვიღაცას რომ აი თუნდაც ეს ჩემი საქმე ჩავაბარო და გააგრძელოს, იმიტომ რომ ეს უსასრულოდ იქნება. მე ფიქრობდი რომ ჩემ ბავშვობაში ალბათ ეხლა რაღა არის მოსაძებლა. არა, თურმე ყველა თაობამ ის როგორც ცეკვები გადაიტანეს და სიმღერები თაობიდან თაობამდე ისე უნდა გაგრძელდეს, იმიტომ აი ხა ქალბატონი ლიანა ტატიშვილის სიმღერები არაჩვეულებრივი კომპოზიტორია 60-70-იან წლებს იჯილდა დათურაშვილმა იმღერა რეტროა გაკეთებული არაჩვეულებრივი მის მერე ეს მეც არ მახსოვს ეს სიმღერა მაგრამ ერთ-ერთი სიმღერა გამახსენდა სხვათა შორის არავინ აღარ მღერის 12-ში გამოგვაქვს მაგისის 3 სიმღერა აი ნახავთ ეს სიახლეა იმიტომ რომ აღარ ჩანს ეს სიმღერები ხო და ასრულებს ერთ-ერთ სიმღერას ნათია პერანიძე ჩვენი გოგონა და ასე შემდეგ და ხაშურელი ახალგაზრდები ქალბატონი ლიანა და ესეთი კაი კონცერტი ელოდებათ მოკლედ ხალხს რომ კი ბატონო ყველა ჟანრი არის პოეზია ფოლკლორი პროზა რა ვიცი ესტრადა ყველაფერი მე გარდა ლუკასი მყავს ემიგრანტი ცოლ-ქმარი რომელიც ამერიკაში ცხოვრობდნენ და იქ მღეროდნენ და ფიქრობთ რომ ერთი პოპულარული სიმღერა ამერიკული ამათმაც შეასრულო. მაშინ კიდევ ერთხელ მოკლედ ისე საინტერესოდ საუბრობდით უთხრათ მსმენელს მაყურებელს საათ როდის გაიმართება ეს თქვენი შესანიშნავი ღონისძიება ძალიან მცირე ნაწილი იყო რაც ვისაუბრეთ იმდენად შინაარსობრივია ყველაფერი შეიძლება ვერ შევეხოთ. ძალიან მცირეა. იქ სამყურაშვილი იმღერებს მერაბი მამამისი ლოტვარი იყო ბატონი ლევან სამყურაშვილი დაიღუპა და ეს მოწვეული ყავდა ჩვენ 12-ისთვის და სამწუხაროდ აღარ მოხდა ეს ამბავი მაგრამ მერაბი სიურპრიზებს გვიწყობს და კიდევ სხვა სიურპრიზებსაც ვტოვებ არ ვამბობ და უთხრათ სად და როდის გაიმართება მაყურებელმა და მსმენელმა იხილოს კონცერტზე კი ბატონო კონცერტს ხილოს დანარჩენი 12 ივნის რომ არ დამავიწყდეს კიდევ გეტყვით რომ 12 საათზე რუსაველის ეროვნულ თეატრში ფოიეში ხსნით გამოფენას 12-შივე. გამოფენა გაიხსნება იქნება ღამის 10 საათამდე. ვისაც უნდა იქ ბანერიც იქნება, რეკლამებიც არის, დაათვალიეროს გამოფენა გაყიდვა. ხელნაკეთი ნივთებიანი ჭერი ადამიანებს ჩვენ ამას ურთავთ ერთხელ გავაკეთეთ და ალბათ ხშირად გავაკეთებთ. და ძალიან საინტერესო ნამუშევრები იქნება. შეუძლია მაყურებელს მოვიდეს 12-ზე, დაათვალიეროს წავიდეს, ან არ შევიდეს კონცერტზე, ან მოვიდეს ადრე დაათვალიეროს შევიდეს. თუნდაც რო გამოვა ის გამოფენა ისევ იქნება. 12 საათზე გამოფენა დაიწყება, მაგრამ 7 საათზე უკვე ღონისძიება დიდ დარბაზში ჩატარდება რუსაველის ეროვნულ თეატრში და იხილავთ დასწრება როგორ არის შესაძლებელი? დასწრება ბილეთები ტიკეტ-ჯიზია მოსაწევებით თქვენს მოგართმევთ განაცხადეთ და ასე შემდეგ და ვფიქრობ რომ ძალიან კმაყოფილი დარჩება ჩვენი მაყურებელი. დიდი მადლობა გიხდით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. საუბრისთვის და ამ საქმისთვის. დიახ, თუ შეიძლება მადლობას ვიტყვი ჩვენი კულტურის სამინისტროს მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო მერიას ძალიან ხელი შეგვიწყეს ასევე ფონდი მესმა რომელიც წაგვეშველა ახლა იმიტომ რომ ძალიან დიდი პროექტია, ბევრი სამუშაოა და ხარდაჭერა ძალიან გჭირდება. მადლობა ყველა მათ ვინც ხარში დაგიდგა და მადლობა თქვენ გისურვებთ წარმატებას. პროექტის თაობიდან თაობამდე დამფუძნებელი ნატომ დავითულიანი და ფესტივალის მონაწილე ლუკა სამხარაძე ვსტუმრობდნენ.
დრო ახლა რომ წარუდგინოთ ჩვენს მაყურებელს სიუჟეტი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის მცირე პროზის დიდოსტატის რევაზ ზინანიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მწერალთა კავშირმა ღონისძიება და ახალი ალბომის წარდგინება გამართა. შეხვედრას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა რა თქმა უნდა და შემოგთავაზებთ სიუჟეტს. ბუნება, სამშობლო, ქართული მიწის სურნელი და კონტრასტი ცხოვრების სიტკბოსა და ადამიანად ყოფნის სევდას შორის. სამყაროს სიდიადის მარტივი, სიკეთის ნამცეცებით გადმოცემის დიდოსტატს, რევაზ ზინანიშვილს წელს 100 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღის აღსანიშნავად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მწერლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამო მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და გამომცემლობა მერანის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებაზე მწერლებმა, მეცნიერებმა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა რევაზ ზინანიშვილის ნაწარმოებები და მისადმი მოგონებები გააცოცხლეს. დამსწრე საზოგადოება ასევე გაეცნო მწერლის 100 წლის თავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ალბომს, რომელიც ლექსებს, ფოტოსურათებსა და მოგონებებს აერთიანებს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო მეცნიერებათა აკადემიაში. საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობა მერანისა და მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით ჩატარდა რევაზ ზინანიშვილის დაბადების 100 წლის თავისადმი მიძღვნილი საღამო და იყო პრეზენტაცია უმშვენიერესი კრებულის, რომელიც სწორედ მწერლის ხსოვნას ეძღვნება. ეს არის რეზო იანიაშვილის შედევრებით სავსე კრებული, აქ არის დიდი ქართველების მოგონებები, ლექსები რეზო იანიაშვილზე და უნიკალური ფოტო არქივი, ის რაც დღემდე არ უნახია საქართველოს. ბატონ რეზო იანიაშვილს აქ ასეთი სიტყვები, რომ მწერალი უნდა გავდეს მწირს, რომელიც დადის ბრძოლის ველზე და ადამიანს ჭრილობებს უხორცებსო. აი სწორედ ბატონი რევაზის თვითეული მოთხრობა არის ის მალამო, რაც ასე ჭირდება თანამედროვე სამყაროს. მას შემდეგ რაც ბატონმა რეზომ ხელში აიღო კალამი პროფესორად რაც დაიბეჭდა მისი პირველი ნაწარმოები, ის იყო ცოცხალი კლასიკოსი და ცხადია, ის არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საერთო სახალხო და პოპულარული ავტორი, თუნდაც თქვენ ახალგაზრდებმა ძალიან კარგად იცით, რომ სკოლის პროგრამა დაწყებული მეორე კლასიდან, შეიძლება ითქვას და პირველი კლასიდან დამამთავრებელი კლასებამდე დამყარებული იყო ბატონი რეზოს არაჩვეულებრივი ადამიანური სითბოთი და სიბრძნით გამსჭვალულ, გამთბარ ნაწარმოებებზე. ჩვენ მასზე ვიზრდებოდით ყველანი და მომავალი თაობა დარწმუნებული ვარ, სწორედ მისი შემოქმედებით იქნება აღზრდილი. აი, თანამედროვე სკოლის რეფორმა უპირველეს ყოვლისა ბატონი რეზოს შემოქმედებას უნდა დაემყაროს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ ასევე იხილა რევაზ ზინანიშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ჩანახატი, რომელიც სპეციალურად მწერლის საიუბილეო თარიღისთვის შეიქმნა. როგორც ქართული ლიტერატურისთვის, საერთოდ ქართული საზოგადოებისთვის უდიდეს სიხარული მოქონდა მას მთელი იმ წლების განმავლობაში სანამ იყო, როგორ შეიძლება დღეს არის ზეიმი 100 წელი გავიდა მას შემდეგ უკვე რაც რეზო აღარ არის. მან არა მხოლოდ ლიტერატურაში, საერთოდ საზოგადოებრივ ურთიერთობაში დატოვა უაღრესად აი ღირსეული სულიერებით სავსე მოგონება ყველასთვის. აღარაფერს ვამბობ კინოზე, ესე იგი რა შესანიშნავი სცენარები აქვს მას გაკეთებული, მოთხრობებზე, რომელიც მე ინსცენირებული იყო და ასე ვთქვათ კინემატოგრაფიულად გადაღებული. და მე ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი პირველი ფილმი მისი მოთხრობის მიხედვით სწორედ მე გადავიღეს, სულ პატარა ვიყავი 25 წლის, როდესაც აი რეზოსთან ერთად ჩვენ ვიჯექით და მუშაობდი. დიდი მადლობა ყველას თქვენ იმისთვის, რომ დღეს აქ ახართ შეკრებილები და მადლობა ვინც ასე ვთქვათ ეს თარიღი ასე ყველასთვის გასახსენებლად კიდე ერთხელ შემოიტანა. დღეს ჩვენ მეცნიერებათა აკადემიაში აღნიშნავთ რევაზ ზინანიშვილის 100 წლის იუბილეს, ასევე ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა მისი კრებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ფაქტია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ესეთი მნიშვნელოვანი მამული შვილები, ღირსეული
ჩვენი ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, ყოველთვის გვახსოვდეს მისი შემოქმედება, ყოველთვის გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მწერალთა კავშირს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის, პირადად ქალბატონ მაყვალა გონაშვილს, მის შესანიშნავ გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღევანდელ ღონისძიების ორგანიზებაში იყო ჩართული. მე პირადად მაქვს პატივი, რომ პარლამენტის სახელით დავესწრო აღნიშნულ ღონისძიებას და მივიღო მონაწილეობა წარმოქმნილ ღონისძიებაში. რევაზ ინანიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს, ქალაქ თბილისის მერიისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. დავბრუნდეთ პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო თემით, ძალიან საინტერესო სტუმრით, როგორ მოქმედებს ბავშვების და ბავშვობის ტრავმა ზრდასრულ ასაკში და როგორ გავთავისუფლდეთ ამ ემოციებისგან. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ფსიქოლოგი საუმე ფანჯიკიძე. დილომშვიდობის საუბრით მადლობა მოწვევისთვის. ზრდასრულობაში ნამდვილად მოყვება ის ტრავმები, რომელიც ბავშვობაში მოგვადგა, ასე ვთქვათ, დროთა განმავლობაში შეიძლება ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდეს იმისათვის, რომ ამ ტრავმებისგან გამთავისუფლდეთ, თუმცა მაინც გარკვეულწილად იჩენს ხოლმე რაღაც საკითხებში ეს პრობლემები, რომელიც ბავშვობაში ასე გვაწუხებდა, ასე ვთქვათ, ხომ? როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება, მოდით მშობლების მხრიდან, გარემოცვიდან, პაპაბებია იქნება ეს თუ სხვა დედმამიშვილი, რომ ერთმანეთს ეს ტრავმები გარკვეულწილად არ მივაყენოთ და რაში იგულისხმება ამ ტრავმების მიყენება, რამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდასრულობაში ეს სირთულეები. ძალიან კარგი თემა არის, იმიტომ რომ ალბათ ფსიქოლოგებისთვის ყველაზე ესეთი დატვირთული თემა თუ ვინმე მოგმართავს ძირითადად ყოველთვის ესეთი რაღაცებიც და თან რატო ხა ამიტომაც არის რომ ბევრი მაქვს მე თვითონაც ნაფიქრი ხა ამ თემაზე და ვეცდები რომ ჩამოვაყალიბო და ისე კარგად გაგიზიართო სასარგებლო იყოს ჩვენი მსმენელისთვის. პირველ რიგში ყველას გვაქვს ეს შეგრძნება, რომ ბავშვობაში გადატანილი რაღაც ამბები, რომლებიც ემოციურად ჩვენზე აისახა, დღემდე მოყვება. ანუ ეს შეგრძნება თითქმის ყველას გვაქვს. შემდგომ არის ის, რომ ჩვენი ის გარემოებები, რომელიც გვქონდა, ვთქვათ, აღზრდის, თუ სკოლის, თუ ბაღის, თუ არის სხვადასხვა, იქ რაღაც ბულინგი იყო, თუ რაღაც თვითონ ოჯახური რაღაცა თემები, სკანდალები და ასე შემდეგ, ვგრძნობთ, რომ ჩვენს პიროვნებაზე აქვს რაღაცა ასახვა. ან გაგვივითარდა რაღაცა თვისებები, ან ზედმეტი თავდაცვითობა, ან ზედმეტი ნევროტულობა, ან აი რაღაცა ამან გაგვივითარდა. ვგრძნობთ ეს წესი არ უნდა ყოფილიყო, ანუ სხვა სიტუაციაში ჩვენ შეიძლება სხვანაირები ყოფილიყავით. აი ეს შეგრძნებები არის ის, რომელსაც ჩვენ შემდგომ ვარქმევთ ტრავმას. ანუ რატო არის რომ ვიძახით, რომ რაღაცა ბავშვობიდან მოგზდოს, იმიტომ რომ აი ამ გრძნობებს, რაც ახლა ჩამოვთვალე, საბოლოო ჯამში ვაკავშირებთ ამ ბავშვობის გამოცდილებებთან და ვარქმევთ ამას ტრავმას. გრძნობთ, რომ ამას ჩვენზე რაღაცა გავლენა ქონდა. შესაბამისად, ესე იგი ტრავმა არის ის, რასაც ჩვენზე გრძელვადიანი გავლენა აქვს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ცოტაა ჩვენში ისეთი, ვისაც ეს დაღად მოყვება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არსებობს ისეთი რაღაც ძალიან ტრაგიკული და უბედური შემთხვევები და სიტუაციები, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად დაღდასმულიც არის ფსიქიკურად თუ ემოციურად. მაგრამ დღეს ამას არ შევეხებით, უფრო შევეხებით იმას, რაც აი ესეთი გავლენები აქვს ჩვენზე მოხდენილი. და შემდგომ ხო რა საით მინდოდა ხა წასვლა როგორ გამთავისუფლდა თუ ხო რაღაც მოკლედ ხო აი რა არის ხო ყველაზე ხა მნიშვნელოვანი კითხვა არის ის რომ რა იტრამვება ეგ არის ალბათ ამოსავალი წერტილი ჩვენი მსჯელობის თუნდაც ფსიქოლოგთან მსჯელობის რომ რა არის საბოლოო ჯამში ის რაც იტრამვება იმიტომ რომ ტრავმა ეს არის რაღაც ზიანი ხო ანუ რაღაცა ყვალი აი როგორ ვთქვა აი მაგალითად ჩვენ რო ფიზიკურად რაღაცა ტრავმა გვადგება მივუთითებთ იმ ადგილს ხო რომ აი ხელზე აი აგერ არის ან დაჟეჟილობა ან მოტეხილობა არის რაღაცა არის კონკრეტულ ამბობ რაც არის რის მიხედვითაც ვთქვათ ექიმი შემდგომ მოქმედებს ხო აი რა არის ის რაც ფსიქიკაში იტრამვება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
მე ვფიქრობ ესეთ რამეს, ანუ მე შეგიჯამებთ ჩემს როგორც გამოცდილებას ისე ფსიქოლოგიურ ცოდნას და აქედან გამომდინარე ესეთი მარტივი ენით ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ყველაზე მეტად ჩვენში იტრამება ეგო. ეხლა რა არის ეს ეგო? თვითონ ეგო სიტყვა არის ნიშნავს მეს. ანუ მეს განსაზღვრელი სიტყვა. მე არის ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ რა ის როგორადაც ადამიანი თავის თავს აღიქვამს, ხო? ჩვენი თვით აღქმა, როგორც საკუთარი თავის, ისე ჩვენი თავისა გარემოში, ანუ ყველაფერი ისე ჩვენ თავზე წარმოდგენა თუ შთაბეჭდილება თუ შემეცნება გვაქვს. მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ არის ის, რომ ეგო არის ყველაზე მოწყვლადი რამე ჩვენში, რაც ნიშნავს ის, რომ მისი ბალანსი ძალიან ადვილად ირღვევა, როგორც მაღლა, ანუ ჰაიპში, ისე დაბლა. ანუ რას გულისხმობ? რომ მაგალითად შეიძლება რომ ჩვენ ეს მაგალითად მომყავს ახლა რომ ეგოს სტრუქტურა ახსნა, რა არის რომ ძალიან ადვილად შეიძლება ვიღაცა შთააგონო რომ საუკეთესო არის მაგალითად, ხო? იმიტომ რომ თქვენ რაღაცა ნიჭით გამოირჩევა. და შეიძლება ისე დაჰაიპო, ანუ ისე მაღლა აციო, რომ ადამიანი გამოვიდეს წყობიდან, აცდეს რეალობას, აბსოლუტურად გადავიდეს რაღაცა განდიდების მანიაში, ქედმაღლობაში ისე, რომ რეალობას მოწყვიტო. და საბოლოო ჯამში ამითი თქვათ მისი დაირღვევა მისი აღქმა საკუთარი თავის, ხო? ასევე ჩვენ შეგვიძლია პირიქით გავაკეთოთ, ისე დავთრგუნოთ ადამიანი, ისეთ რაღაცები ვეძახოთ, რომ ადამიანს ეგონოს საკუთარი თავი ყველაზე უარესი ჩვენ შორის და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეგო არის მოწყვლადი რამე, ძალიან ადვილად ზემოქმედებადი და შესაბამისად რეალობასთან დაჭერა, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად ეგოს უჭერს. რეალობასთან კონტაქტი, ასე ვთქვათ რა. ეს რეალობა რამდენად საჭიროა და აუცილებელი? რეალობა აუცილებელი არის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ადამიანი იწყებს ტანჯვას, იმიტომ რომ რეალობის მიღება არარეალურ მდგომარეობაში. არარეალურ მდგომარეობაში, დელუზიურ თუ როგორც ილუზიურ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვენ წევან ის რომ თქვათ თუნდაც ჩვენი შვილები რომ ვაქოთ და სადღაც გარკვეულ სიმაღლეზე ავიყვანოთ ისე რომ შეიძლება არ იმსახურებს ამას, მაგრამ მგონია რომ კარგს ვაკეთებთ რომ თვით შეფასებას ვუმაღლებთ, მაგრამ რეალურად შეიძლება მე და აუცილებლად შეხვდება ვიღაცას თავისზე უკეთეს და ამან შეიძლება ტრამვა გამოიწვიოს და დააზიანოს. აი რეალობასთან რამტომ არის მნიშვნელოვანი. და მეორე საკითხი თქვენ რაც თქვით ის რომ ან პირიქით მოხდეს ეს ყველაფერი, ისე დავთრგუნოთ და თვით შეფასება ისე ნოლზე დავიდეს ადამიანის, რომ მან უკვე ვეღარ დაიჯეროს ის ნამდვილი რეალური შეფასება მისი ნიჭის, შემდგომ ისე ვინც დააფასებს მის ნიჭს, ასე ვთქვათ და შრომას, რომ მაინც გაუჭირდეს ამ თვითშეფასების მაღლა, ასე ვთქვათ და დაბალანსება. ზუსტად და თვითშეფასება სინამდვილეში, ხო, უნდა იყოს რეალობასთან ძალიან ახლოს. ადამიანს უნდა შეეძლოს მიიღოს თავისი ნაკლოვანებები და სისუსტეები, რაც მას არ აქვს და თუნდაც ის რომ ვიღაცა რაღაცა შეიძლება ჯობდეს, მაგალითად და ვთქვათ თავის ძლიერი მხარეების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ეს უნდა იყოს გამოყენებადი, ანუ მისი, ანუ ჩვენ თუ რამე ნიჭი გვაქვს, ის უნდა იყოს უნდა გამოიყენებოდეს, ხო, სხვების მიერადაც ჩვენ ჩვენ უნდა ვიყენოთ ეს სხვებისთვისაც, ხო? ანუ აი ეს ძალიან ეგ უკვე ღირებულებით იმაში გადავდივართ, რა თქმა უნდა, მსჯელობაში, თუმცა ნუ ეს ყველაფერი ამისთვის არის რა და ჰიპერმზრუნველობა რამდენად საზიანო არის აი ამ ბავშვების ტრამასთან შეიძლება იყოს კავშირში, ხო? ჰიპერმზრუნველობაზე საერთოდ ახლა მინდა რომ ძალიან ფრთხილად თქვა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ახლა გარედან ესე ჩანს რომ ეს არის ძალიან ესეთი მზრუნვე, როგორ თქვა, ბავშვზე ორიენტირებული და ასე შემდეგ, მაგრამ აი სამწუხაროდ ესეთი მშობლები თუ არ გაჯიუტდებიან და სხვებს მოусმენენ და მოკლედ ასე ვთქვათ, რაღაც რჩევებს მიიღებენ, მიხვდებიან, რომ მათი ჰიპერმზრუნველობა მათშივე ატარებს კიდე სხვა კონტექსტს. ეს არ არის მხოლოდ მზრუნველობა, ან ბავშვზე ორიენტირებულობა. შეიძლება მათში იყოს ბევრი ეგოიზმი მშობელში, ან ბევრი არაადეკვატური შიში, ან ბევრი რამე შეიძლება იყოს, რომელიც განაპირობებდეს, ვთქვათ, ჰიპერმზრუნველობას და შესაბამისად ზიანდებოდეს ბავშვი, იმიტომ რომ ეს არაჯანსაღი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ბავშვს აზიანებს, მაგრამ ჩვენც გვაზიანებს, ანუ მშობელსაც. ხედი, ჩვენ ძირითადად საუბრობთ აი ბავშვობაში განცდილ ტრამვებზე, მიღებულ ტრამვებზე, რომელიც მინდება ხოლმე და
მაგალითად თქვენი კოლეგები ბევრი აღნიშნავენ, რომ ყველა მერე ის რაღაც პრობლემები შეიძლება ბავშვობის ტრამვიდან მოდიოდეს, რომელსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, ვერ უკავშირებთ, ვერ ხვდებით რა ხდება. აი როგორ ვლინდება კიდევ ერთხელ ერთგვარად რომ თითქოს შევაჯამოთ ჩვენი საუბარი დასასრულისკენ მივდივართ ჩვენი დრო იწურება და რა დაგვეხმარება იმაში რომ გავარკვიოთ მიზეზი რა იყო ან შეიძლება თუ არა კონკრეტული რაღაც ბავშვობაში რაღაცა ჩვენ გახსოვს სწორედ ახლა აქ თუ მწვანე აი ერთი რაც მანდ არის საშიში არის ის რომ ადამიანმა ვერ აიღოს პასუხისგებლობა თავის თავზე და დაიწყოს გადაბრალება სხვაზე. ჩვენ თუ ძალიან ჩავეძიებით მიზეზებს წარსულში რა კონკრეტულმა მშობლის რა მოქმედებამ რა გამოიწვია ან ვისი ხო მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის გადაბრალებაზე და შესაბამისად ვეღარ შველეს საკუთარ თავს, მაგრამ ჩვენ თუ ვიქნებით ორიენტირებული იმაზე რომ მე რაც დამიზიანდა ეს ეგო მე ვარ პასუხი მე უნდა მივხედო ხა ამას და აი ამაზე იქნება ორიენტირებული, რა თქმა უნდა, გამოსავალს იპოვის აუცილებლად. მოკლედ გამოსავალი შეიძლება ვიყო. თავისთავად ყოველთვის კიდევ კარგი რომ ესეთი ბედი გვაქვს ადამიანებს, რომ გამოსავალები არსებობს. იგივე როცა ჩვენ ბავშვობას ვბრუნდებით, ხო არის ხანდახან რაღაცებს ბავშვობაშიც გავურბოდით, გაქცილა გვინდოდა. ეხლა გადამიბოდა ესე კითხვა, ხო არ ხდება ხანდახან ეს ქვეცნობიერი ხო არ გვეუბნება, რომ დაუშვათ აი ადამიანი უყურებს სხვას, ან ბავშვი რაღაც უად მოიქცნენ, რაღაც უდი მოხდა, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ რომ ჩვენ ეს გვეტკინა, ჩვენ შეგვიხო. ხო არ შეიძლება რომ ჩვენი გაგახსენდა რაღაც ჩვენი ტკივილი ბავშვობაში მე სულად ჩამჩა. კი, აი ეს მინდოდა მეთქვა და მადლობა რომ ეს კითხვა და იმიტომ რომ ეგოს ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, ანუ როცა ეგო ზიანდება, ასე ვთქვათ, ზევით, მაღლა თუ ქვევით არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მისი თამდევი არის მძაფრი ემოციები. ანუ იმიტომაც ნარჩუნდება ეს ტრამვები, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვერ გამოვდივართ, რომ მძაფრი ემოციები არის თანხლები. როგორიც არის ყველაზე მძაფრი რა არის ემოციებში? ბრაზები, შიშები, როგორ აი ვთქვათ კომპლექსები, რომლებსაც ზუსტად ეს გრძნობები თან ახლავს, ანუ შიშები ძალიან მძაფრი, ბრაზი, დაბოღმის შეგრძნება, შურისძიების შეგრძნება, აი რაღაც ესეთი ყოვლის მომცველი მძაფრი შეგრძნებები, რომლითაც ეს ტრამვები ნარჩუნდება ჩვენში სინამდვილეში და სამუშაოდ ზუსტად აქ არის. ეს ყველაფერი შეიძლება თუ არა გამოიწვიოს იმან, რომ ბავშვობაში ვთქვათ ჩვენ გქონდეს მიზანი, რომ ვიღაცისთვის კარგი ვიყოთ, რომ შეგვაფასოს ვიღაცამ დადებითად ვიყო, კარგი გოგო, კარგი ბიჭი და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი აი მაგას ხო? და ითრგუნება ჩვენი ის. აი ნახეთ რატო ვშვებით ჩვენ მაგას, როდესაც ვთქვათ შეიძლება მე დავთრგუნული მაქვს ეგო და ჩემ თავზე დაბალი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ აი დავაფიქსირე რომ ვიღაცა რომ მაქებს ეს ეგო ცოტა წამოიწევა. ამიტომ მე ვხდები ამაზე დამოკიდებული და შესაბამისად ჩემ ქცევას ვიცვლი, ვხდები არაბუნებრივი, ვიქცევი ისე რომ ყოველთვის დავიმსახურო შექება და შესაბამისად მე ვხდები არაბუნებრივი, ჩემი პიროვნული განვითარება იქ არ ხდება, ფერ ხდება, ხო? და ამიტომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რომ ოღონდ სადღაც ყოველთვის ადამიანი თუ დაუკვირდებით და ვისაც ეს გამოცდილება ქონია, ხა ჩვენ მსმენელებშიც ეცოდინებათ, რომ სადღაც ეს ყოველთვის ძალიან დიდ ტანჯვას იწვევს და კიდევ კარგი, რომ ჩვენ ეს გვაწუხებს. იმიტომ ჩვენს რო არ გვაწუხებდეს, ისე განვითარდებოდა ჩვენი პიროვნება, რომ ვერც მივხვდებოდით, რომ არასწორ განვითარებაში და კალაპოტში ვართ. ამიტომ აი ეს არის ჩემი აზრით წყალობები, რომელიც გვაქვს, თუმცა მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელია. მადლობა. საუბრისთვის ფსიქოლოგის ალფანჯიკიძე გვისაუბრებოდა ჩვენ გემშვიდობებით ბედნიერ შაბათ კვირას გესურვებთ, დოშაბათ გელოდებით ტელეკრემიდან. ნახვამდის.